ეთერშია კურიერის 3 საათზე ახალ ამბებს კურიერის გუნდთან ერთად მე კესო ქაფიანიძე გაგაცნობთ. ოპოზიციის მერობის კანდიდატის ბრალდება ხელისუფლებას ირაკლი კუპრაძე კოალიცია ლელო ძლიერი საქართველოს წინააღმდეგ სუსის მხრიდან ზეწოლაზე, მუქარაზე, მოსყიდვასა და შანტაჟზე საუბრობს. კუპრაძის განცხადებით პარტიის წარმომადგენლები და მაჟორიტარობის კანდიდატები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან მძიმე წლეხის ქვეშ არიან. კუპრაძემ დაასახელა რამდენიმე მაგალითი. მათ შორის ლელოს ბოლნისის მერობის კანდიდატი, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საკუთარი კანდიდატურა ქართული ოცნების სასარგებლოდ მოხსნა. უფრო კონკრეტულად რა ბრალდებებზე საუბრობს კუპრაძე და რას აცხადებენ მმართველ-გუნდში, ნანა გოგატაძე მუშაობს ამ თემაზე და ის მოგვიყვება. ნანა, გისმენთ. შანტაჟი, ბულინგი, ზეწოლა, მოსყიდვის მცდელობა ამ ბრალდებების ადრესატი კოალიცია ძლიერი საქართველოს მხრიდან არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და კონკრეტულად ახალი ხელმძღვანელობა. კოალიცია ძლიერ საქართველოში დღეს დილით საგანგებო ბრიფინგი გამართა ირაკლი კუპრაძემ და სწორედ ამ ბრიფინგზე მან თქვა, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში მას შემდეგ რაც მოახლოვდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, მის თანაგუნდელებზე, განსაკუთრებით კი რეგიონებში მერობის კანდიდატებზე მიმდინარეობს ზეწოლა და ბულინგი. მან კონკრეტული მაგალითი დაასახელა და მაგალითად მოიყვანა ბოლნისის მერობის კანდიდატი, რომელმაც გუშინ გადაწყვეტილების შესახებ თავად დაწერა სოციალურ ქსელში და თქვა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მას აღარ სურს, რომ ოპოზიციას წარმოადგენდეს. როგორც ჩანს, ასებ ჩირაგოვის ეს გადაწყვეტილება ირაკლი კუპრაძისთვის არის შანტაჟისა და ბულინგის შედეგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან, შესაბამისად ოპოზიციონერი ლიდერი და მერობის კანდიდატი ბრძოლას აანონსებს. კვირეების განმავლობაში გრძელდება განსაკუთრებული ზეწოლა, მუქარა, შანტაჟი და მოსყიდვის მცდელობა კოალიცია ძლიერი საქართველოს ლელოს წინააღმდეგ. ფაქტობრივი მოცემულობა, რომ ბოლო 1 თვის განმავლობაში მამუკა მდინარაძე, სუსი არის დაინტერესებული, რომ მაქსიმალური ზეწოლა მოახდინოს ძლიერ საქართველოზე, ლელოზე და მის წარმომადგენლებზე, მის კანდიდატებზე მთელი საქართველოს მასშტაბით. თითქოს და რომ ბოლნისის მერობის კანდიდატმა ასებ ჩირაგოვმა მოხსნა კანდიდატურა ქართული ოცნების სასარგებლოდ. 4 დღის წინ ასებ ჩირაგოვი დაუკავშირდა ჩვენს პარტიულ ორგანიზაციას, წარმომადგენლობას, შეხვდა და გადმოგვცა გზავნილი, რომ მასთან მისული იყო მისი ოჯახის წევრი, ახლობელი, უახლოესი ნათესავი, მოქმედი პოლიციელი, რომელმაც შესთავაზა მას თანხის დასახელება კანდიდატურის მოხსნის სანაცვლოდ. ასებ ჩირაგოვის პასუხი იყო უარყოფითი. ლელო თვით შანტაჟის რეჟიმშია, ამას ამბობენ მმართველ-გუნდში. ქართული ოცნების წარმომადგენლები ხაზგასმით აცხადებენ, რომ მათთვის საერთოდ უინტერესოა თუ რა ხდება ოპოზიციურ ველზე, განსაკუთრებით კი იმ პოლიტიკურ გაერთიანებებში, რომლებიც ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში იღებენ მონაწილეობას, ვინაიდან ქართულ ოცნებაში დარწმუნებული არიან, რომ ოპოზიციის ნებისმიერი მცდელობა მარცხისთვის არის განწირული. რაც შეეხება შანტაჟის, მუხარის და მოსყიდვის ბრალდებებს, ქართული ოცნების წარმომადგენლები უახლეს წარსულს და მათ შორის ოპოზიციონერი ლიდერების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს იხსენებენ. მაგალითად, როდესაც ლევან ხაბეიშვილი საჯარო ეთერებით აკეთებდა მიმართვებს და მისი მიმართვების ადრესატი ხშირ შემთხვევაში იყვნენ ძალოვანი უწყების წარმომადგენლები, რომლებსაც პირდაპირ სთავაზობდა კონკრეტულ თანხას, რათა უარი ეთქვათ დაკისრებული მოვალეობის შესრულებაზე. შესაბამისად, ქართული ოცნების წარმომადგენლები ახლა ოპონენტებს ურჩევენ, რომ მოღალატეთა ძიებას ქართული ოცნების რიგებში შეეშვან. კოლექტიური ნაცები ცდილობდნენ, რომ ძალოვან სტრუქტურებში იპოვოთ მოღალატეებს, რისთვისაც უკან არ დაიხიეს არც შანტაჟზე, არც ბულინგზე, მათ შორის არც თანხების გადაცემის საჯარო დაპირებაზე, რასთან დაკავშირებით გამოძიებაც მიმდინარეობს და დაკავებულია ბატონი ანიტა ხაბეიშვილი. მიუხედავად ამისა, ვერ ნახეს ერთი მოღალატეც კი. და ეხლა ცდილობენ, რომ შემოგვიბრუნონ და ჩვენ დაგვაბრუნოთ თითქოს რაიმე შანტაჟს და ზეგავლენას ვახდენთ მათსავე კანდიდატებზე, რაც არის აბსოლუტური ტყუილი, ვის რა შეაინტერესებს კოლექტიურ ნაცმოძრაობაში მყოფი და გაერთიანებული რომელიმე კანდიდატი მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას თუ არ მიიღებს, იმიტომ რომ მათი ბოლო თვითონაც ძალიან კარგად იციან, რომ არის დამარცხება და შესაძლებელია, რომ კანდიდატს საერთოდ არ უნდა დამარცხებაში მონაწილეობის მიღება. ფაქტია, რომ ისევ და ისევ ლელოლები, რასაც წარსულში
წარსულს არერთხელ გაუკეთებიათ, თვითონ ჩაიდენენ მოქმედებას, რომელიც ყველანაირი მოვალისგან არის დასრულდა და მე ვცდილობ რომ ქართულ ოცნებას დააბრუნონ. მოღალატეების ძიებას თავი დაანებო სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებში ერთი მოღალატეს კი ვერ ნახეს ვერც აქამდე და ვერც მომავალში ვერ ნახავ. ფაქტობრივად საარჩევნო კამპანია არ გააჩნია ოპოზიციას. რატომ? კანდიდატებიც კი არ აყავთ. და სადაც ყავთ დაყენებული კანდიდატი მერობის, უნდა წარმოიდგინოთ რაოდენ სუსტი კანდიდატი ყავთ. ამიტომ არანაირი, ასე ვთქვათ, ზეწოლა, შანტაჟი, მოსყიდვა არავის არ სჭირდება საერთოდ. უბრალოდ ზოგიერთი ადამიანი, აი ელისაშვილის გადამკიდე და სხვა ესეთი განცხადებების გადამკიდე, ხვდება რომ მისი ადგილი თურმე იქ არ ყოფილა. რაც შეეხება მოსყიდვას, შანტაჟს და ასე შემდეგ, მათ მართლა ჰქონდათ ამის დიდი მცდელობა. მათ შორის სამართალდამცავ ორგანოებში იქნებ ვინმე ერთი პირი მაინც, რიგითი მაინც მოესყიდათ, შანტაჟის ქვეშ მოექციათ და ამით რაღაცა დროებითი პროპაგანდა აეგორებინათ. ვერ აკეთებენ ამას, არ არსებობს ეგეთი მოცემულობა. ამიტომ ეხლა თვით შანტაჟის, ასე ვთქვათ, სცენას დგავენ ბოლნისის მაგალითზე. არჩევნებში ხო დამარცხდებიან. მერე ხო უნდა თქვან, რატო დავმარცხდით. იმას კი არ იტყვიან, რომ საპარლამენტო არჩევნებიდან მოყოლებული შეცდომაზე უშვებით და ტრაგიკული შეცდომები გვაქვს დაშვებული. იტყვიან, რომ კამერა რო დაამონტაჟეს პარლამენტში მაგის ბრალია და მამუკა მდინარაძე რო დაინიშნა სუსის უფროსად, მაგის ბრალია ჩვენი დამარცხება. ირაკლი კუპრაძემ საგანგებო ბრიფინგი პარტიის ოფისში დღეს დილით დღის პირველ ნახევარში გამართა. მან ისაუბრა შანტაჟის, ზეწოლის და ბულინგის მცდელობებზე. მისი ბრალდებების ადრესატი კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იყო. მადლობა ნანა, თქვენ უსმენდით ნანა გოგატაძეს. ირაკლი კუპრაძე გამარჯვების შემთხვევაში მუნიციპალური ორგანოს გაფიცვას და რუსთაველზე ყოველსაღამოს სანქცირებულ საპროტესტო აქციებს ანონსებს. გეგმის ნაწილზე მერობის კანდიდატმა თავად ისაუბრა, ნაწილზე კი ვიცემერობის კანდიდატმა. ალეკო ელისაშვილის თქმით, თუ კი ირაკლი კუპრაძე 4 ოქტომბრის არჩევნებში გაიმარჯვებს, დაიწყებს გაფიცვების ორგანიზებას. ეს განცხადებები მმართველი გუნდისთვის კიდევ ერთი დასტურია, რომ ოპოზიცია ამომრჩეველს ატყუებს, როცა უკეთეს სერვისებს პირდება. რეალურად კი ქალაქის პარალიზებას და მუნიციპალური სამსახურების გაფიცვას გეგმავს. შოთა ფალავანდიშვილი მუშაობს ამ თემაზე და მისგან უფრო მეც მოვისმენთ. შოთა პირდაპირ ეთერში ხარ, გისმენთ. არჩევნებამდე 11 დღით ადრე ლიდერების დაპირება, რომ გამარჯვების შემთხვევაში ოპოზიციონერი კანდიდატი შეეცდება სანქცირებული გაფიცვების მოწყობას და ამავდროულად გასცემს ყოველდღიურ ნებართვას. იმასთან დაკავშირებით, რომ დედაქალაქის ცენტრალური გამზირი გადაიკეტოს, განსხვავებული ახსნა სცადეს ლელოს წარმომადგენლებმა. აღნიშნული განცხადებით, მათი თქმით, ეს არის პოლიტიკური განცხადება, რომელიც მიზნად ისახავს ზოგადად სიმბოლურ პროტესტს და ის არ ეხება რეალურად ქალაქის, ასე ვთქვათ, ქალაქში კოლაფსის გამოწვევას, რაც შეეხება სხვა ოპოზიციურ პარტიებს, ნაციონალურ მოძრაობაში ტრადიციულად აკრიტიკებენ ლელოს და ამბობენ, რომ ლელოსა და გიორგი გახარიას გუნდის პოზიციები მას შემდეგ, რაც მათ გადაწყვიტეს არჩევნებში მონაწილეობის მიღება, იმდენად დასუსტა, რომ მათი მხრიდან მსგავსი სახის განცხადებებს შინაარსი არ გააჩნია. ყველა განცხადება, რომელსაც ჩემი მერობის კანდიდატი აკეთებს, მოდის თანხმდროში იმ პროგრამის განხორციელებასთან, რომელიც ჩვენ გვაქვს გაწერილი. ერთდღიანი გაფიცვა, მაგალითად, როგორ შეიძლება სერვისებთან თანხმდროში მოვიდეს ზოგადად. გაფიცვა არის კონსტიტუციური უფლება, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და თუ საჭირო იქნება, საჯარო მოხელეები ამ თავისუფლებას, ამ კონსტიტუციურ უფლებას თავისუფალი თბილისის მერის პირობებში აღასრულებენ. კიდევ ერთხელ თქვი, რომ ისეთ დღეში არიან, ეხლა რაღაცა ლოგიკური ლელოს გადაწყვეტილებაში მოძებნა დამბილად გამიჭირდება. იმის გათვალისწინებით ბოლნისში გუშინ ლელოს კანდიდატმა, რომ ქართული ოცნების სასარგებლოდ მოიხსნა, ესე რა ქვია, თავი. მე ვფიქრობ, რომ 4 ოქტომბრამდე შეიძლება მარტო კუპრაძე დარჩეს კანდიდატად და ყველა მუნიციპალიტეტში მან ბრძოლის გამოგლეჯისთვის. მმართველი გუნდისთვის ირაკლი კუპრაძისა და ალეკო ელისაშვილის განცხადებები არის მორიგი აღიარება იმის, რომ რეალურად ოპოზიცია ქალაქში დესტრუქციული მიზნებისთვის იბრძვის და მათი დაპირებები სერვისების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით საზოგადოების მისამართით არის სრული სიწრუე. სახელმწიფო გუნდის წარმომადგენლების თქმით, მსგავსი დაპირებები არის წინაპირობა იმის, რომ რეალურად ოპოზიციის რეიტინგი საგრძნობლად არის შემცირებული და ქართული ოცნება მათი თქმით 64-ვე მუნიციპალიტეტში არჩევნებზე დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს. ეს ზალა ცდილობს
რომ საზოგადოებას უკვე შეაჩვიოს აზრი, რომ ის რომ მოვა ხელისუფლებაში, უნდა დაიწყოს ქაოსი, უნდა დაიწყოს გაფიცრები, იქ გაჟღერდა კიდე რომ ყოველგვარი ნებართვის გარეშეო არასანქცირებულ ან ფაქტობრივად სანქციას გავცემ ნებისმიერი მიტინგის ჩატარებაზე, ხო ჩანს აქ ძალიან კარგად, რომ არათუ არასახელმწიფოებრივი, არამედ ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული, ანტიქართული ძალები თავმოყრილი ეს ხაზარეძე ჯაფარიძის ტყავის გადასარჩენად თავის დროზე შექმნილ პარტიაში. ეს განცხადებები არ არის გამოწვეული ემოციისაგან. ემოცია არ განაპირობებს ამ განცხადებებს, ეს არის გეგმა კონკრეტული, რომელიც გააჩნია იმ პოლიტიკურ სუბიექტს, რომელიც მონაწილეობს არჩევნებში და ეს არის გარკვეული მესიჯი ხალხისათვის, ვინც საბოტაჟის რეჟიმს არჩევს და დაპირისპირებას გეგმავს თბილისის ქუჩებში და ჩვენც თქვენთანა ვართ. რაც შეეხება მერიის სამსახურებისადმი აი ესეთ მოწოდებას, ან ესეთი მესიჯის გამოშვებას, მათ საყურადღებოთ, ეს იმას ნიშნავს, რომ არც მერიის სამსახურებს იცნობენ, არც იმ ადამიანებს, ვინც თავის ქალაქს ემსახურება. თვითმმართველობის არჩევნები 64 ქალაქსა და თვითმმართველ ერთეულში გაიმართება 4 ოქტომბერს. ოპოზიციამ 30 ოლქში მერობის კანდიდატის წარდგენა ვერ მოახერხა. თბილისის მერობის კანდიდატი და ვიცე-მერობის პრეტენდენტი ლელოსა და გახარიას გუნდებიდან კი ამბობენ, რომ წარმატების შემთხვევაში მზად არიან მიზანმიმართულ კოლაფს და სერვისების გაჩერებას შეუწყონ ხელი ქალაქში. მადლობა შოთა, თქვენ უსმენდით შოთა ფალავანდიშვილს. ალეკო ელისაშვილმა, როგორც ვიცე-მერობის კანდიდატმა, მის და ირაკლი კუპრაძის გეგმებზე ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში ისაუბრა. ახსენა ბრძოლის სხვადასხვა მეთოდი, მათ შორის გაფიცვა. ამ იდეისთვის ელისაშვილსა და კუპრაძეს ქართული ოცნების მერობის კანდიდატი აკრიტიკებს. კახაკალაძე ოპონენტების მხრიდან ქალაქისთვის დამაზიანებელ ნაბიჯებზე საუბრობს. თუ გავიღვიძეთ თბილისში, მოდი თეორიებით და დაშვებით ვილაპარაკოთ რა, სადაც კუპრაძეა მერი და საკრებულოში უმრავლესობა აქვს ოპოზიციას. ამათ ხო გაედოთ ბაირამ დუდუქში მერე გამოვა კუპრაძე და იტყვის მეორე დღეს რომ აბა მიდი გაფიცვების ორგანიზება ბრძოლა წარმოიდგინე მუნიციპალური სამსახურები ოიფიცებია მარტო ქუჩაში პროტესტი ხო ამათ ამოვაყირავებ თლიანად მეტრო საჩერებ ავტობუს საჩერებ მუნიციპალური სამსახურები არ მუშაობ აი ერთ კვირაში დაერხევოთ წარმოუდგენელი ადამიანები იბრძოდნენ მერობისთვის და იდეა კონდეთ ის რომ მუნიციპალიტეტის მუშაობა შეაჩეროს. უნდა გააჩეროს ქუჩების რეაბილიტაცია, უნდა გააჩეროს გამზირების რეაბილიტაცია, უნდა შეაჩეროს იმ გაჭირვებული და სოციალურად დაუცველი ოჯახების ადამიანების მხარდაჭერა, რომელსაც მუნიციპალიტეტის სხვადასხვა პროგრამებით ახორციელებს. უნდა შეაჩერონ ბაღების მშენებლობა, უნდა შეაჩერონ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოზრაობა. წარმოუდგენელია, როდესაც ამ ტიპის განცხადებებს ვისმენ და შემთხვევითი არ არის ის, რომ ამ ადამიანებს არანაირი რეიტინგი არ აქვს, ამ ადამიანებს არანაირი მხარდაჭერა არ აქვს საზოგადოებაში და 4 ოქტომბერს ყველას შესაბამის პასუხს გასცემს ამ ურჩეველი. რა გეგმა აქვს ოპოზიციას 4 ოქტომბერს? ანა წითლიძის განცხადება პოლიტიკური შეფასებების თემაა. ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა არჩევნების დღეს სპეცრაზმელების რაოდენობაზე და მათთვის წინააღმდეგობის გაწევაზე ისაუბრა. ნერვიულობენ, რომ სპეცრაზმის რაოდენობა არ ეყოფათ, თქვა წითლიძემ. მართულ გუნდში ამბობენ, რომ წითლიძე ამ განცხადებით ძალადობასა და კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს აანონსებს, რადგან მათივე განმარტებით სხვა შემთხვევაში სპეცრაზმისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საჭიროება არ დადგება. 4000 გდდ-ს თანამშრომელი ვერ მოერევა თუ ის გაბედავს რომ ხელი აწიოს საქართველოს მოქალაქეებზე რატო ეშინია სპეცრაზმს ეს ეთყობათ ძალიან ბევრ რამეში დაცვის პოლიციას კონკრეტული რაოდენობის დაცვის პოლიციის თანამშრომლების გამოყვანას თხოვენ ეს ფაქტი მიუთითებს უკვე იმას რომ მათ არ აქვთ იმ რაოდენობა ადამიანების იმედი რა რაოდენობა წავთ გდდ-ში შვიდობიანი იყო ყველა აქცია მათ შორის დეკემბრის აქციები, როდესაც სპეცრაზმმა მათი დარბევა დაიწყო. თუ გადაწყვეტენ, რომ საქართველოს მოქალაქეებს გაუსწორდნენ, მათ უნდა იცოდნენ, რომ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ კონსტიტუციური უფლება დაიცვან თავი. ხილად იყვნენ არმოსრიალო. 4 ოქტომბერს ვიზეიმებთ გამარჯვებას. ქართული ოცნება გაიმარჯვებს ყველა მუნიციპალიტეტში, გაიმარჯვებს დედაქალაქში, შენარჩუნებული იქნება მშვიდობა, სიმშვიდე და გაგრძელდება ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და წინსვლა. ოპოზიცია საერთოდ არ არსებობს. ნებისმიერი ეს შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ დასრულდება მათთვის ფიასკოთი
თუმცა ამავდროულად ფაქტია, რომ ეს წამოწდენა, რაც წითლიძემ გააკეთა, თუ პირდაპირ აღიარება გულისხმობს იმას, რომ შვიდობიან აქციას და სიტყვისა და აზრის გამოხატვას არ ჭირდება სპეცრაზმის სახელმწიფოს მხრიდან. შვიდობიანი აქციები ტარდება მშვიდობიანად ყოველგვარი ძალმომრეობისა და ძალადობის გარეშე, რასაც ბუნებრივია სამართალდამცავი ორგანოებიდან არ ჭირდება რაღაც განსაკუთრებული პასუხის გაცემა. როცა ვსაუბრობთ სპეცრაზმზე, ესე იგი ვსაუბრობთ იმაზე, რომ აპირებენ და ემზადებიან ძალმომრეობისთვის და ძალადობისთვის კოლექტიური ნაცმოძრაობის წარმომადგენლები. არავის თითი არ გადაუცდეს. ყველა, ვინც გადაწყვეტს ქვეყანა არიოს, ხალხს წაართვას არჩევანის უფლება და საკუთარი ანტიქართული და ანტიეროვნული პოლიტიკური მოსაზრებები მოახვიოს თავზე, ბუნებრივია ყველას სახელმწიფო სათანადო პასუხს გაცემს. ოპოზიციის წარუმატებელ ტაქტიკაზე და გარეძალების მცირდარ მოლოდინებზე საუბრობს პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს. სპიკერი წერს, რომ 4 ოქტომბრის არჩევნები ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდია და კარგი შესაძლებლობაა მათთვის, ვინც კეთილსინდისიერადაა განწყობილი საქართველოს მიმართ. დაასრულონ დაპირისპირებისა და არათანამშრომლობის მანკიერი წრე. მისივე თქმით, ქართული ოცნება კიდევ ერთი ამჯერად ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვების პირას დგას. უკვე თითქმის ერთი წელია ოპოზიციისა და მისი უცხოელი მფარველების ტაქტიკა არჩეული მთავრობის გამიზნულ იგნორირებაში გამოიხატება, რაც საქართველოს ხელისუფლების ტაქტიკურ ჩიხში შეყვანას ისახავდა მიზნად. თუმცა ნაცვლად ჩიხში შეყვანისა ქართული ოცნება კიდევ ერთი ამჯერად ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვების პირას დგას. ამ წარუმატებელი ტაქტიკის ამოქმედება 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების არაღიარების მცდარი გადაწყვეტილებით დაიწყო. მაშინ ოპოზიციის უცხოელმა მფარველებმა მცდარად ივარაუდნენ, რომ ისინი არჩევნებში გაიმარჯვებდნენ და მთელი ენერგია საარჩევნო კამპანიაში ოპოზიციის დახმარებისკენ მიმართეს. სწორედ ამიტომ ვიხილეთ უცხოელებისა და ოპოზიციის სინქრონიზებული პოლიტიკური გზავნილები და ავადსახსენებელი NGO კარტელის ლამის ულიმიტო დაფინანსება, რომლებიც ქართული ოცნების წინააღმდეგ საარჩევნო აგიტაციაში იყვნენ ჩართული. უფრო მეტიც, არჩევნების მოახლოებასთან ერთად ზოგიერთი უცხოელი ყველა დიპლომატიური წითელი ხაზის დარღვევით პირდაპირ შეუერთა ოპოზიციის საარჩევნო კამპანიას. აშკარა იყო, რომ ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსი თუ დიპლომატი ბაბანგზე წავიდა და უპირისპირდა მთავრობას და მხარი დაუჭირა ოპოზიციას. რადგან უცხოელებმა ასე ღრმად დაუკავშირეს თავი ოპოზიციას, მათ ოპოზიციის მარცხის საკუთარ მარცხად მიღებაც მოუწიათ. შოკი იმდენად მოულოდნელი იყო და კოგნიტური დისონანსი იმდენად ძლიერი, რომ მათ გადაწყვიტეს რეალობის უარყოფა და ახლად არჩეული პარლამენტისთვის საბოტაჟის მოწყობა. არჩევნების უარყოფის პოლიტიკა მანკიერი წრე წარმოშვა, რომელიც პარლამენტის საბოტაჟით დაიწყო და მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობაზე უარით გაგრძელდა. უფრო მეტიც, რადიკალები არჩევნების ჩაშლითაც კი დაიმუხნენ, თუმცა ხელოვნური თამაშგარე მდგომარეობის შექმნის ტაქტიკამ არ გაამართლა. არჩევნების ჩაშლის გეგმა ჩაიშალა. საბოტაჟის მიუხედავად, არჩევნები დროულად ტარდება. ამასობაში ეს არჩევნები შეცდომების აღიარებისთვისაც შესაფერის მომენტს წარმოადგენს. მათ ვინც არჩევნების უარყოფის მანკიერი ციკლი დაიწყო, ახლა აქვთ შანსი გამოასწორონ თავიანთი მცდარი პოზიცია. გამოიჩინონ სათანადო პატივისცემა საქართველოს სუვერენიტეტისა და სახალხო ლეგიტიმაციის მიმართ და დაუბრუნდნენ სახელმწიფოთა შორისი ურთიერთობების ცივილიზებულ ფორმას. ყველამ ფეხი უნდა აუბას ომებისა და საერთაშორისო დაპირისპირებების დასრულების ეპოქის სულისკვეთებას. საქართველოს 4 ოქტომბრის არჩევნები ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდია და კარგი შესაძლებლობაა მათთვის, ვინც კეთილსინდისიერადაა განწყობილი საქართველოს მიმართ დაასრულონ დაპირისპირებისა და არათანამშრომლობის მანკიერი წრე. რამე თუ ყოველივეს თავისი დრო აქვს და ყველაფერს თავისი ჟამი ამ ცისქვეშეთში. პროკურატურაში ნიკა გილაურის ფონდის პროსპერითის დირექტორი ჯაბა გაბუნია გამოიკითხა. საქმე ეხება საბოტაჟის, კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტებზე დაწყებულ გამოძიებას. პროკურატურის განცხადებით, საგამოძიებო უწყებას კითხვები აქვს აქციების მიმდინარეობისას არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობასთან დაკავშირებით. პროკურორის განცხადებით, გაბუნიამ დაადასტურა, რომ აქციაზე ჯგუფური ძალადობის მუხლით დაკავებულებს ფინანსურ მხარდაჭერას უწევდნენ. მისივე განმარტებით ფონდიდან დაახლოებით 900.000 ლარის დახმარება გაიცა ჯარიმების გადასახდელად და აქტივისტების დასახალისებლად. ეს იყო ჩვეულებრივი ჰუმანიტარული აქტი, რომლის პარლამენტის ორგანიზაცია მონაწილეობდა და იღებდა მონაწილეობას აბსოლუტურად ჩვენი საქმიანობა შეესაბამება ორგანიზაციის წესს.
ეს არის გილაურის ფონდი, საზოგადოება ასე იცნობს ამ ფონდს, შეიქმნა სულ სხვა მიზნობრიობით და სხვა ამოცანებით. ეს ძირითადად იყო რეგიონების ეკონომიკური განვითარება და სხვადასხვა პროექტები, თუმცა უკვე 2024 წლის ნოემბრისთვის მდგომარეობით მისმა საქმიანობამ უკვე მიიღო სხვა ხასიათი და მათ ასე ვთქვათ ღიად განაცხადეს უკვე რომ იღებდნენ დონაციებს და დონაციების შემდგომი ხარჯვის მიზნობრიობა გამოიყენებოდა წესდების საწინააღმდეგოდ, რაც ჰქონდათ მათ თავიდან გაცხადებული. ესე იგი ეს იყო ძირითადად ადმინისტრაციული სამართალდავრებების სასარგებლო ჯარიმების გადახდა და ასევე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში დაკავებული ბრალდებულების სასარგებლოდ ფინანსური წახალისება, სხვადასხვა დანიშნულებით თანხები, ფინანსური ვალდებულებების გასტუმრება და ასე შემდეგ. რო შევაჯამოთ, ესე იგი დაახლოებით 900.000 ლარზე მეტი აქვს ამ ფონდს დახარჯული ჯარიმების გადახდაზე და ბრალდებულების და პატიმრების წახალისებისთვის. გაეროს გენერალური ასამბლეის დებატები დღეს იხსნება. მსოფლიო ლიდერებს დონალდ ტრამპი მიმართავს. ნიუ-იორკშია საქართველოს პრეზიდენტი და ქართული დელეგაცია. მიმდინარე კვირაში დაგეგმილია მიხეილ ყაველაშვილის სიტყვით გამოსვლა. გაეროს მაღალი ტრიბუნიდან საქართველოს პრეზიდენტი გლობალური გამოწვევებზე, უსაფრთხოებაზე და ქვეყნის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრებს. დაგეგმილია მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრებიც, მათ შორის გაეროს გენერალურ მდივანთან. მიხეილ ყაველაშვილი ასევე დაესწრება დონალდ და მელანია ტრამპების ოფიციალურ მიღებას, რომელიც დელეგაციათა მეთაურებისთვის ტრადიციულად ყოველ წელს იმართება. საქართველოს დელეგაცია დაესწრება გაეროს გენერალური მდივნის, გენასამბლეის პრეზიდენტის გამოსვლებს, ასევე ერთ-ერთი პირველი გამოსვლელი იქნება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, რომლის გამოსვლასაც ასევე დაესწრება საქართველოს დელეგაცია, ხოლო დღის ბოლოს საქართველოს პრეზიდენტი არის მიწვეული ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ბატონ დონალდ ტრამპის მიერ ორგანიზებულ მიღებაზე. ეს არის მაღალი დონის მიღება, რომლის ფარგლებშიც მოწვეული არიან მსოფლიოს ლიდერები, სადაც საქართველოს პრეზიდენტს, ისევე როგორც სხვა ლიდერს ექნება ერთმანეთთან კომუნიკაციის, ქვეყნის ეროვნული ინტერესების, ქვეყნის ეროვნული დღის წესრიგის გაცნობის, ინტერაქციის შესაძლებლობა. გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. მაკა ბოჭორიშვილმა ისაუბრა ქალთა უფლებებზე მსოფლიოში და საქართველოში ამ კუთხით არსებულ გამოწვევებზე და აღნიშნა, რომ საქართველო აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით საკანონმდებლო რეფორმებზე, ინსტიტუციურ შესაძლებლობების გაძლიერებასა და მჭიდრო საერთაშორისო თანამშრომლობაზე. მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უსაფრთხოების საკითხებს. მშვიდობის გარეშე ადამიანის უფლებების დაცვა და ხელშეწყობა მუდმივად საფრთხის ქვეშაა. ქალები და გოგონები განსაკუთრებით ზარალდებიან კონფლიქტებისგან, ძალადობის, იძულებითი გადაადგილებით და ეკონომიკური სირთულეების გამო. სამწუხაროდ, ჩემი ქვეყანაც არ არის გამონაკლისი. საქართველო კვლავაც აწყდება უსაფრთხოების სერიოზულ გამოწვევებს, მათ შორის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის რუსეთის ფედერაციის მიერ მიმდინარე ოკუპაციას. აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ქალთა უფლებები ირღვევა, რადგან საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმები არ არსებობს. ამ გამოწვევების მიუხედავად საქართველო მტკიცედ რჩება ერთგული ქალთა მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის განხორციელებისა და ქალთა ღირსეული მონაწილეობის უზრუნველყოფის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ეკონომიკური განვითარება გადამწყვეტია, რადგან ის ქმნის რესურსებს, სამუშაო ადგილებს და სერვისებს, რომლებიც აუცილებელია ადამიანის უფლებების სრულფასოვანი განხორციელებისთვის. ბოლო წლებში საქართველო მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია ეკონომიკურ განვითარებაში. ზედიზედ 10 წლის განმავლობაში საქართველო მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორისაა ბიზნესის კეთების სიმარტივის, ინვესტიციების მოზიდვისა და სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისით. გაეროში უშიშროების საბჭოს დაწყებამდე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების და 50 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს ერთობლივი განცხადება წაიკითხა. დოკუმენტი გმობს რუსული მოიერიშე თვითმფრინავების მიერ ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევას. განცხადება მოუწოდებს რუსეთს შეწყვიტოს ყველა პროვოკაცია და მუქარა მეზობლების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ. ნატოს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტებზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭომ იმსჯელა.
ნატოსთან საქართველოს წარმომადგენლად ირაკლი ბერაია დაინიშნა. ბერაია სხვადასხვა დროს იკავებდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის და საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის პოზიციებს. წლების განმავლობაში იყო საქართველოს პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე. საქართველოს ახალი ელჩი ყავს გერმანიაშიც. გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ალექსანდრე კარტოზია დაინიშნა. კარტოზია სხვადასხვა წლებში მუშაობდა განათლების მინისტრად, ასევე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორად. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ერევნის მერს ტიგრან ავიანს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებს და თბილისსა და ერევანს შორის სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას. ერევნის მერმა აღნიშნა, რომ სომხური მხარე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს გამოცდილების გაზიარებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა მათ შორის ურბანული განვითარება და სატრანსპორტო პოლიტიკა. პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა ქართული მხარის მზადყოფნა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განვითარებისა და სექტორული მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებისთვის. გეკა გელაძემ დროებით მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შინაგან საქმეთა მინისტრმა დროებითი მოთავსების იზოლატორებში არსებული ვითარების, მათ შორის ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით საჭიროების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. მინისტრმა აბჭალაში მდებარე დროებითი მოთავსების იზოლატორის ინფრასტრუქტურა, მათ შორის ცენტრალური მართვის ოთახი დაათვალიერა. დღესვე მინისტრი ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს და ამავე დეპარტამენტის სხვადასხვა სამმართველოს ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე ისაუბრეს ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და გავრცელების წინააღმდეგ გატარებულ საპოლიციო ღონისძიებებზე. სამეგრელოს პოლიციამ ერთი პირი დააკავა ნარკოტიკის რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით. სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მეთადონის შემცველი გრანულები და ფხვიერი მასა ნირთმკიცება დამოიღეს. დანაშაული 20 წლამდეან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ნარკოდანაშაულის ბრალდებით კიდევ ორი პირია დაკავებული. მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანა და 10 ძირი მცენარე კანაფი ნივთმტკიცება დამოიღეს. დაკავებულებს ბრალად ედებათ ნარკოტიკული საშუალების შეძენა შენახვა, უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა მოყვანა კულტივირება. დანაშაულები 20 წლამდეან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ორი პირია დაკავებული უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულები კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში შესაბამისი სავალდებულო ნებართვის გარეშე სისტემატურად ახორციელებდნენ ვალუტის გაცვლით ოპერაციებს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია დიდი ოდენობით ქართული და უცხოური ვალუტა. დანაშაული 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. ბრალდებულები კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში შესაბამისი სავალდებულო ნებართვის გარეშე სისტემატურად ახორციელებდნენ ვალუტის გაცვლით ოპერაციებს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული იქნა დიდი ოდენობით ქართული და უცხოური ვალუტა. კერძოდ ჯამში ამოღებულია 4034 ლარი, 2617 აშშ დოლარი, 270 ევრო, 257834 რუსული რუბლი და 87301 სომხური დრამი. ზუგდიდში ლელოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ქართული ოცნების აქტივისტმა პლაკატების დაზიანებასა და სააგიტაციო მასალის გადაფარვის ფაქტზე ამხილა. ლელოს წევრები საკუთარ პლაკატებს ქართული ოცნების პლაკატებზე აკრავდნენ. საწინააღმდეგო ქმედებაში მხილების შემდეგ ოპოზიციის წევრებმა თავიანთი სააგიტაციო მასალა ჩამოხსნეს. Alibaba.com-ზე ქართული კომპანიების განთავსება დაიწყო. თავდაპირველად პლატფორმაზე 50 კომპანია იქნება. Alibaba-სთან თანამშრომლობის მომდევნო ეტაპზე კი ქართული კომპანიების რაოდენობა გაიზრდება. სააგენტო აწარმოებს საქართველოში სრულად დაფარავს წლიურ საწევრო გადასახადს პროდუქციის პოპულარიზაციისა და პლატფორმაზე განთავსებასთან დაკავშირებულ სხვა ხარჯებს. სააგენტოს ორგანიზებით Alibaba.com-ის გუნდი თბილისში ქართულ პარტნიორებს შეხვდა.
ჩვენი ერთიანი მოლაპარაკებები კომპანია Alibaba-სთან დასრულდა. ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს, რომ ქართული კომპანიები წარმოადგინოთ ამ პლატფორმაზე 50 კომპანიაზე არის საუბარი, რომელთაც მთლიანად დაუფინანსდება საწევრო გადასახადი. და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის, ჩვენი მხარდაჭერით და ასევე სახელმწიფოს დაფინანსებით ისინი შეძლებენ, რომ ეგრეთ წოდებული Global Gold Supplier-ის სტატუსით ჩაერთონ ამ პროგრამაში, ჩაერთონ პლატფორმაზე, რაც მათ საშუალებას აძლევს, რომ უფრო სანდო და უფრო ხილვადი პროდუქცია კონდეთ საერთაშორისო დონეზე. ძალიან გაგვეხარდა, რომ ეს ამის საშუალება მოგვეცა ქართულ კომპანიებს, კონდეს წვდომა საერთაშორისო გაყიდვებზე, კონდეს პირდაპირ ურთიერთობა ახალ ბაიერებთან, მოგვეცა შანსი, რომ გავიტანოთ ქვეყნის გარეთ ჩვენი პროდუქცია. პლატფორმაზე Alibaba.com კომპანიების განთავსების პროცესი რამდენიმე ეტაპისგან შედგება. თავდაპირველად Alibaba-ს გუნდის მხრიდან ხდება სააგენტოს აწარმოე საქართველოში მიერ შერჩეული კომპანიების ვერიფიკაცია. მომდევნო ეტაპზე თითოეული კომპანიისთვის ინდივიდუალურად იქმნება ეგრეთ წოდებული მინი ვებგვერდი, ხოლო მას შემდეგ რაც ქართული კომპანიების რაოდენობა 50-ს მიაღწევს, Alibaba.com-ზე განთავსდება ეროვნული პავილიონი. პენსიონერებს გარკვეული საიდენტიფიკაციო მონაცემების უზუსტობის გამო პენსიაზე წვდომა აღარ შეეზღუდებათ. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის გადაწყვეტილება პენსიის გაცემის პროცესს ამარტივებს. მანამდე არსებული პრაქტიკით თუ პირადობის მოწმობასა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბაზას შორის რაიმე საბამობა ფიქსირდებოდა, პენსიის გაცემა ჩერდებოდა, სანამ მოქალაქე ახალ დოკუმენტს არ წარადგენდა. ცვლილებებით კი პენსიის შეჩერება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ დაემთხვევა პირადი ნომერი, დაბადების წელი და თვე. მონაცემების შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში პენსიის გაცემა აღარ შეჩერდება და სოციალური მომსახურების სააგენტო თავად უზრუნველყოფს აი ამ უზუსტობის გამოსწორებას. ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ამ მონაცემთა ბაზებში ერთმანეთს ემთხვევა პენსიონერის პირადი ნომერი, ასევე მისი დაბადების წელი და თვე. უნდა აღინიშნოს, რომ ეს სიახლე ყოველთვიურად დაახლოებით 1000-მდე პენსიონერს შეეხება და გაუმარტივებს მათ პენსიის მიღების პროცესს. გამყოფ ხაზთან ცხოვრებ მოსახლეობა ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველყოფის მიზნით ფინანსური დახმარება გაეწევა და სტუდენტების 2025-2026 სასწავლო წლის დაფინანსება გაგრძელდება. ამის შესახებ გადაწყვეტილებები კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის რიგით 29 სხდომაზე მიიღეს. სხდომა კომისიის თავმჯდომარე, რეგიონული განვითარების მინისტრმა კახა გულედანმა და თანათავმჯდომარე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თია ახვლედიანმა გახსნეს. დღევანდელ სხდომაზე კომისიის ფარგლებში განხორციელებული სათვალების შეჯამებასთან ერთად განვიხილეთ საოკუპაციო ხაზებთან მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებები და მათი შემდგომი გადაჭრის გზები. ასევე მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები გამყოფი ხაზის სოფლებში ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველყოფისთვის ფინანსური დახმარების შესახებ, ასევე 2025-26 წლებში სტუდენტებისთვის უმაღლესი განათლების დაფინანსების თაობას. დღეს გაიმართა დროებით სამთავრობო კომისიის სხდომა, სადაც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გავაგრძელოთ დაფინანსება გამყოფი ხაზის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისა 2025-26 წელსაც იმ დათქმით, რომ მოხდება დაფინანსება 2250 ლარისა, ანუ გრანტის სრული ოდენობისა. რეკლამის შემდეგ კურიერი ეთერში ბრუნდება, განვაგრძობთ გამოშვებას. იტალიის ქალაქების ქუჩებში ათასობით პრო-პალესტინელი მომიტინგე გამოვიდა. რომი, მილანი, ბოლონია, ტურინი, ლივორნო, გენუა და ფლორენცია. ქალაქებში დემონსტრაციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა. მილანის ცენტრალურ სადგურზე პოლიციას და მომიტინგეებს შორის დაპირისპირების დროს სამართალდამცველებმა სრემსადენი აირი და წყლის ჭავლი გამოიყენა. შეტაკებების შედეგად 60-ზე მეტი ოფიცერი დაშავდა, დაკავებულია 10-ზე მეტი მოქალაქე. საფრანგეთმა პალესტინის სახელმწიფო ოფიციალურად აღიარა. გადაწყვეტილების შესახებ ემანუელ მაკრონმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოაცხადა. საფრანგეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ აღიარება ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასის დამარცხებას ნიშნავს. პალესტინის სახელმწიფომ ასევე აღიარა მალტამ, ბელგიამ და ლუქსემბურგმა. ამის ფონზე პალესტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ჰამას განიარაღებისკენ მოუწოდა. გაეროში ისრაელის ელჩმა კი განაცხადა, რომ მოწოდებები არ არის მშვიდობისკენ მიმართული და პირიქით ისინი ტერორიზმს წაახალისებს.
გაეროში სიტყვით გამოსვლის შემდეგ ემანუელ მაკრონი კორტეჟით საფრანგეთის საელჩოში გაემგზავრა, თუმცა ის პოლიციამ გააჩერა. მიზეზი ქუჩაში დონალდ ტრამპის გადაადგილება გახდა. ფრანგული მედიის ცნობით ემანუელ მაკრონმა ამერიკელ კოლეგას დაურეკა და ინციდენტის შესახებ მოუყვა. საფრანგეთის პრეზიდენტი საელჩომდე ფეხით მივიდა. ტაბახმელაში სპორტული კომპლექსის მშენებლობა დასრულდა. კომპლექსის ტერიტორიაზე, რომელიც 5000 კვადრატული ფართობია, საერთაშორისო სტანდარტებით მოეწყო საფეხბურთო და საკალათბურთო მოედანი. ტერიტორიაზე განთავსდა 500 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა. პადელის 2 მოედნის მოწყობა ამ ეტაპზე მიმდინარეობს. ასევე აშენდა ადმინისტრაციული კორპუსი, რომელიც 45 პერსონაზეა გათვლილი. აღნიშნული ინფრასტრუქტურით სარგებლობას საფეხბურთო სკოლები შეძლებენ. კომპლექსი დედაქალაქის მერმა დაათვალიერა. პროექტის პარკლებში მოეწყო თანამედროვე სტანდარტების საფეხბურთო მოედანი, ასევე მოსასვენებელი სასტუმრო ოთახები. პროექტის პარკლებში გაკეთდა ღამის განათებები. თვითონ საფარს რაც შეეხება ხელოვნური, ძალიან მაღალი ხარისხის საფარი არის გაკეთებული. საკალათბურთო მოედანი გაკეთდა პროექტის პარკლებში, პადელის მოედნებზე მიმდინარეობს სამუშაოები და ძალიან მალე იქნება დამთავრებული. ულამაზესი ადგილია. კუმისის ტბაზე სასწაული ხედები, სასწაული გარემო და ძალიან მიხარია, რომ პირველ რიგში ადგილობრივ ბავშვებს ექნებათ ნორმალური ინფრასტრუქტურის გამოყენების შესაძლებლობა. ჩვენ ვაგრძელებთ ამ ტიპის პროექტების განხორციელებას. ეს არის ყველაზე მსხვილი პროექტი, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ განახორციელებს ატმინის რაიონმა და ამისათვის დიდი მადლობა მინდა გადაუხადო როგორც გამგებელს, ისე თითოეულ თანამშრომელს. ესეთი ტიპის ინფრასტრუქტურა პირველ რიგში იყო ჩვენი დაპირება წინა საარჩევნოდ და შემდგომშიც რომ ჩვენ ვამბობდით და დღესაც ვიმეორებთ რომ ჩვენ შევქმნით ისეთ სივრცეებს დედაქალაქის მასშტაბით, სადაც ბევრი ახალგაზრდა ბავშვი მათი მშობლები იქნებიან ჩართული სწორედ ჯანსაღი ცხოვრების წესში. ამ სტადიონზე ჩვენ რომ მოვდიოდით, ადრე იყო სულ დიდი ორმოები. ეხლა კიდე ყველა ძალიან გაგვიხარდა. უფრო მეტი мотиваცია მაქვს, რომ წინ და წინ მივიწიო ფეხბურთის სფეროში. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე პროგრამაში პროექტი ჩემს გაკვეთილზე მონაწილე მასწავლებლებს შეხვდა. კონკურსის ფარგლებში 100 გამარჯვებული გამოვლინდა. სულხან თამაზაშვილმა მასწავლებლებს მადლობა გადაუხადა მონაწილეობისა და საგანმანათლებლო პროცესში ინოვაციური მიდგომების დანერგვისთვის. გამარჯვებული მასწავლებლები 1 წლის განმავლობაში მიიღებენ 500 ლარიან სახელფასო დანამატს, ასევე 1000 ლარს საჭირო რესურსების შესაძლებლად. ადამიანების მიმართ, ხალხ ადამიანები, რომლებიც განათლება არის და განათლების სისტემა ჩვენეთ თავრობის გუნდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, ხალხ ადამიანები, რომლებიც ქმნით საფუძველს, რომელზეც ვითარდება ჩვენი ქვეყნის მომავალი. სწორედ ჩვენმა მომავალმა თაობამ უნდა გააგრძელოს ჩვენი დაწყებული საქმეები. მე დარწმუნებული ვარ, რომ ესენი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანენ ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ განვითარებაში. ჩემს გაკვეთილზე ხორციელდება აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს მიერ. ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო ხელშეწყობა პედაგოგებისთვის. საგაკვეთილო პროცესი გახდეს მეტად მრავალფეროვანი. ვილოცავ ყველა გამარჯვებულ პროექტს, ვუსურვებ წარმატებებს. ეს არის ძალიან კარგი და შესანიშნავი ინიციატივა, სადაც მასწავლებლებს ექნება შესაძლებლობა არაფორმალურ გარემოში მოსწავლეს მისცენ ის ძირითადი ცოდნა, რაც თეორიული სწავლების დროს ალბათ არასაკმარისი და შეიძლება ითქვას არადამაკმაყოფილებელი იქნებოდა. კონკრეტულად ჩემი პროექტი ეხება დასახლების ტიპებსა და საცხოვრებელ სახე ნაგებობებს ძველ საქართველოში. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე ქართული ოცნების ბათუმის მერობის კანდიდატ გიორგი ცინცაძესთან ერთად ბათუმში თამარის დასახლებაში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას შეხვდა. ისაუბრეს არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებზე და მათი გადაჭრის გზებზე. შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ დევნილი ოჯახების მხარდაჭერა სახელმწიფოს პრიორიტეტია და ამ მიმართულებით მუშაობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. მინდა ყველას უთხრა, რომ აფხაზეთის მთავრობა და საქართველოს ხელისუფლება ერთგუნდად მუშაობს იმისთვის, რომ თითოეული დევნილი უფრო მეტ ყურადღებას ითმოს და მხარდაჭერას გრძნობდეს ჩვენგან და მტკიცეთ გვჯერა იმისა, რომ სამშვიდობო პოლიტიკით ჩვენ აუცილებლად და თითოეული დევნილი, მათ შორის მეც აუცილებლად დაუბრუნდებით ჩვენს
მიწაწყალზე აფხაზეთში. დღეს გვესტუმრა მერობის კანდიდატი და ასევე აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე. გავაცანეთ ჩვენი პრობლემებით, ჩვენ გუჯერა და დარწმუნებულები ვართ, რომ ამ ყველაფერს ისინი შეასრულებენ. ამით კურიერი 3-ზე დასრულებულია, ჩვენ ერთმანეთს 5 საათზე შევხვდებით, მანამდე კი ეთერს ურთმობთ შუადღეს.